საკმაოდ საჭირო როტო თემაზე მინდა გადავიდე ახლა. აი ამდენი ომების და სამშვიდობო შეთანხმების და ამ ყველაფრის ფონზე ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტერი შეიძლება ხო ასე რომ ითქვას, რომელიც ვერაფრით ვერ დავამარცხეთ, გახლავთ ონკოლოგია და აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს 7 აპრილს უკვე 77 წელია მსოფლიო აღნიშნავს ჯანმრთელობის დღეს. მინდა მოგილოცოთ ეს დღე. ჯანმრთელად ვიყოთ. და როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქვეყნებს წლევანდელ სტატისტიკურ მონაცემებს, ირკვევა, რომ ისევ და ისევ ანუ ონკოლოგია არის მოწინავე, ასე ვთქვათ, პოზიციებზე და კვლავაც მთავარ გამოწვევად რჩება კაცობრიობისთვის. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს და ჩვენ შემოგვიერთდება კლინიკური ონკოლოგი ნანა ოთხზურია, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა. მშვიდობის. მოგესალმებით და ძალიან მიხარია რომ რთულ თემაზე კი გვიწევს საუბარი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის და ძალიან საინტერესო თემა. საინტერესოა აი ასეთი სტატისტიკა, რომელიც გამოაქვეყნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ისევ გამოწვევად რჩება ონკოლოგია, მთავარ გამოწვევად შეგვიძლია ვთქვათ და მიუხედავად იმისა, რომ ანუ დიაგნოსტიკაც უფრო გამრავალფერო უნდა ხო, ასე ვთქვათ, მკურნალობის მეთოდებიც, აი რა არის ეს მიზეზი? ნუ მიზეზი ბევრი იქნება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი რაღაც ძირითადი მიზეზები რო ვთქვათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მიხარია რომ დღევანდელ მნიშვნელოვან თარიღს სამედიცინო საზოგადოებაც ძალიან მნიშვნელოვნად აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიმართულება სამედიცინო სფეროში თავისი განსაკუთრებული დღე აქვს, როდესაც ხდება აქცენტირება ამ მიმართულების დაავადების, დღევანდელი დღე არის თავმოყრა და შეჯამება ყველა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევის, რის წინაშეც სამედიცინო საზოგადოება დგას. გულსიზრდათა დაავადებების შემდეგ ონკოლოგია რჩება ყველაზე რთულ და დაუძრებელ პრობლემად. და საერთო ჯამში მაინც ძირითადი აქცენტი ყოველთვის კეთდება დროულ მიმართვიანობაზე. იმიტომ რომ ყველა იმ კამპანიამ, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ვაორგანიზებთ და ჩვენც უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ყველა ამ მიმართულებით საორგანიზაციო თვალსაზრისით თუ კამპანიების თვალსაზრისით აქტივობებში მსოფლიო მასშტაბით, ძირითად მესიჯად ტოვებს დროულ მიმართვიანობას და სკრინინგს, რაც ნიშნავს ჯანმრთელი მოსახლეობის საპროფილაქტიკო გამოკვლევას. იმიტომ რომ აღნიშნულ ეტაპზე ნებისმიერი სირთულის დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ძალიან დიდია ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც გამოჯანმრთელებამდე მივყავართ და ყველა ესეთი მაგალითი ძალიან დიდი სტიმულია ყველა იმ პაციენტისთვის, რომელიც დღეს ამ ძალიან რთულ გზას გადის. იცით რა შეგაცავთ? მაბათია ჩემდალი. იცით რა შეასაქმე თქვენ სკრინინგი ახსენეთ ახლა და ბუნებრივია რომ საქართველოში საბედნიეროდ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რამოდენიმე მიმართულებით მუშაობს და სხვადასხვა დაავადების სკრინინგს აკეთებს გარკვეული ასაკის ადამიანებისთვის. მაგრამ ყოველთვის მესმის, რომ არის საკმაოდ დაბალი მიმართვიანობა ამ შემთხვევაში, მიუხედავად რომ საკმაოდ დიდი ხანი ეს პროგრამები მუშაობს. მე მაინც ვფიქრობ, რომ აი რაღაცა ეს ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს არის გარკვეული განაჩენი და ამ განაჩენის მოსმენა მათ არ უნდათ. მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ თუ დროულად მიველთ ამ და ჩავიტარებთ ამ სკრინინგს და თუნდაც აღმოვაჩენთ ამ დაავადებას, ეს განაჩენი რომ არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ყიბოს ნებისმიერი სახეობისათვის ასე ვთქვათ. აი ამაზე მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთოთ აქცენტი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დაუძლეველი ბევრი ადამიანისთვის შიში, რომ არ გავიგო, რომ რაღაცა მჭირს. თუმცა მიზეზი მარტო ეგ ხო არ იქნება მიმართვიანობის პრობლემასთან დაკავშირებით. სწორედ ამას ემსახურება ყველა ესეთი დღის აღნიშვნა და ძალიან დიდი მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს საზოგადოებას ზუსტად ამაზე ველაპარაკებით დილიდან. ყველა ის, ანუ ჩვენ უბრალოდ თოდუას კლინიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ყველა ის მარკეტინგული აქტივობა, ყველა ის საზოგადოებრივი აქტივობა შესაძლებლობას გვაძლევს ბევრი ისეთი პაციენტი ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომელმაც ეს რთული გზა გაიარა წარმატებით. სწორედ ეს არის საწყისი და მაგალითი ყველაზე ნათელი იმისა, რომ ჩვენ დავძლიოთ ეს სტიგმა, იმიტომ რომ თუნდაც ის სამედიცინო სწრაფად განვითარებადი მიმართულებები არა მხოლოდ მედიკამენტოზური ან კონკრეტული წამლის მიმართულებით, ზოგადად დაავადების მართვის, მერე დაკვირვების პაციენტების, რომ არ დაბრუნდეს დაავადება, რისიც ხშირად ეშინიათ ხოლმე პაციენტებს, ან არ გავრცელდეს მეტასტაზურ პროცესს გულის ხომის, ასევე ხშირად ეშინიათ პაციენტებს. სწორედ ეს არის სკრინინგის დანიშნულება.
არ არის დიაგნოზი ონკოლოგიური, მაგრამ მე პრევენციას ვახდენ ადრეული შემოწმება. იმისთვის რომ რაღაცა კონკრეტული პრობლემა, პირობითად საშვილოსნოს ყელის შემთხვევაში პაპილომავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა ცვლილებები არ გადაიზარდოს ონკოლოგიურ დაავადებაში. ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნები არ გადაიზარდოს სიმსივნურ დაავადებაში. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. თუ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა წინა ონკოლოგიური პროცესი აღმოვხვრათ იმ ეტაპზე, რომ ჯერ არ იყოს სიმსივნე ჩამოყალიბებული, სწორედ ამაზე უნდა ვაკეთოთ აქცენტი. ამ თემებთან დაკავშირებით რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ, თუ იქნება შესაძლებელი, რომ ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბროთ. რამოდენიმე კითხვა მაქვს და ქალბატონო ანა, საინტერესო იქნება ის სწორედ საშვილოსნოს კიბოზე საუბრობთ და ეს ალბათ ქალებში ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის. როგორც ვიცი, ადრეულ ასაკში არსებობს ვაქცინაციაც კი გოგონებში და მოდით ვუთხრათ მშობლებს, ან რომელი ასაკიდან აქვს შესაძლებლობა, რომ გაიკეთონ ეს ვაქცინაცია და არის თუ არა პრევენცია, უკუჩვენებები თუ აქვს ამ ვაქცინაციას. კიდე მეორე საკითხი არის, შემდეგ განვავრცოთ, რომ თქვენ საუბრობდით ადრეულ ეტაპებზე, თქვათ სკრინინგის მეთოდებზე, რომ თავიდან ავირიდოთ, ну ლოგიკურიც არის, რომ რაც უფრო ადრე მივადგებით და აღმოვაჩენთ დაავადებას, მეტი შანსი არის, რომ თქვათ რაღაცა კარგი შედეგები გქონდეს. თუმცა არსებობს რამოდენიმე მიმართულება, ну ჩემს ოჯახშიც იყო ასეთი შემთხვევა, რომ თავის მიმართულებით, თავის ტვინის სიმსივნე არის ხოლმე ხშირი უკვე რაღაც საქართველოშიც ძალიან ხშირად ხვდებით და საინტერესოა გვაძლევთ თუ არა რეკომენდაციას, რომ რაღაცნაირად გარკვეული პერიოდულობით მივმართოთ ხოლმე მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, რომ იმიტომ რომ შეუძლებელია რომ რაღაცა მიზეზის გარეშე მიხვიდე და ტომოგრაფია ჩაიტარო თავზე, მაგალითად ხო არ მოგივა თავში ესე ვთქვა, თუ რაღაც კონკრეტულ მიზეზებზე არ არის საუბარი. სიმპტომები არ არის გამოხატული გარკვეული. ხშირ შემთხვევაში ამ თავის ტვინს არ აქვს ხოლმე სიმპტომი და ნუ აღარ ჩავალ დეტალებში, ამიტომ გადი რაც პირდაპირ ამ მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევის აუცილებლობას არ ნიშნავს. წევთ რეკომენდაციას, რომ გარკვეული პერიოდულობით, თქვათ, ამ მიმართულებითაც ჩატარდეს თუნდაც კვლევა MRI-ის. კომენტარი გააკეთეთ, რომ მარტო დროული მიმართვიანობა შეიძლება არ იყოს გამოსავალი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან გაგვიგია, რომ ვაბარებდი პერიოდულად ანალიზებს და არ მქონდათ ცვლილება. ვიკეთებდი გამოკვლევებს და არ მქონდათ ცვლილება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კონკრეტული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში თუნდაც საწყის რგოლს სწორად მიემაგროს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. როდესაც საუბრობთ ისეთ დაავადებებზე, იმიტომ რომ საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები ესეთი დაავადებებია, რომელთაც კონკრეტულად კიბოს წინარე პრობლემები ახასიათებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მაგალითად პაპილომავირუსის ის შტამი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოქმნის, დროული აღმოფხვრის შემთხვევაში ყოველთვის 100-დან 100%-ში გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს დაზიანება ონკოლოგიურ პროცესში, ანუ სიმსივნეში არ გადაიზარდოს. ყველა ის მეთოდი, რასაც მე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველა ის მეთოდი, რომელსაც უწევს რეკომენდაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, დაფუძნებულია კლინიკურ კვლევაზე. ანუ კონკრეტული კლინიკური კვლევა გვაძლევს პირველად შედეგს, რომელიც ან წარმატებული, ან წარუმატებელია და ვაქცინაციის შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად წარმატებული აღმოჩნდა. იმ ქალბატონებშიც, ვისაც ჯერჯერობით სქესობრივი ცხოვრება არ დაუწყია და შემდგომ უკვე მეორე ეტაპად იმ ქალბატონებშიც დაუშვათ არა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, არამედ პოზიტიურ ასაკშიც, გვაჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისეთივე პროცენტული ეფექტურობით არა, მაგრამ მინიმალური პროცენტული ეფექტურობით იმისთვის, რომ პროფილაქტიკა გაუწიოს სიმსივნეში გადაზრდას რაღაცა კონკრეტული პროცესით, რომ რა ტერმინსაც საზოგადოება ხშირად იშველიებს, ხელი შეუწყოს. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც გადადის სქესობრივი გზით და რომლის პრევენცია უნდა ხდებოდეს აბსოლუტურად ორივე სქესში. კლინიკური კვლევის ეფექტურობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დადასტურებულად ეფექტი მინიმალური გართულებით, იმიტომ რომ კონკრეტული მინიმალური გვერდითი ეფექტი ან გართულება შეიძლება ნებისმიერ სამედიცინო манипуляციას ან პროცედურას ახლდეს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რაიმე კვალს ტოვებს ან რაიმე სერიოზულ გართულებას იწვევს, იმიტომ რომ ეს რომ ესე იყოს, ყველა შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია გვექნებოდა. თამამად ვუწევთ რეკომენდაციას, ვაქცინაციის პროცესს ამ კონკრეტულ ონკოლოგიურ დაავადებაშიც. პირიქით, ვაქცინაცია არის ის ახალი მიმართულება, რომელიც 13 წლიდან უკვე შესაძლებელია და ვაქცინაცია არის ის ახალი მიმართულება ონკოლოგიაში, რომელზეც ძალიან ბევრი სამკურნალო სხვადასხვა დაავადების სამკურნალო მეთოდი იქნება დაფუძნებული ახლო მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანი. საინტერესოა აი სტატისტიკა და უშუალოდ ვიცით, რომ ბევრი სკრინინგ ცენტრი მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტროც სხვადასხვა პროგრამებს აფინანსებს. მომართვიანობა
უფრო გახშირდა თუ მაინც რაღაცნაირად ვრჩებით ისეთ შუალედში რომ გვიწევს მუდმივად აი ამაზე აქცენტირება და ამაზე საუბარი მოდით და ჩაიტარეთ სკრინინგი და სოფლიო სტატისტიკას ვემთხვევით და ამხრივ მაინც სამწუხაროდ ძალიან აქტიური სამუშაოებია გასაწევი, თუმცა უნდა აღვნიშნო რომ მომართვიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია. იმ დაავადებების მაგალითზე, რომლის დროსაც საშუალება გვაქვს პაციენტის გამოჯანმრთელება, ეს ტერმინი ვახსენოთ. წელს სხვათა შორის დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობაზე კეთდება აქცენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და ამ თემაშიც ძალიან საინტერესო კოლაბორაცია, იმიტომ რომ ახალგაზრდა ონკოლოგიურ პაციენტებში ორსულობა და შემდგომ უკვე ორსულობის დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. ამ თვალსაზრისითაც ძალიან ვემთხვევით ამ მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას, იმიტომ რომ თუნდაც გასულ კვირას ჩვენ მქონდა ჩვენი პაციენტის მაგალითზე ესეთი კონკრეტული შემთხვევა, რომ დაავადების მკურნალობის შემდგომ იქ ძალიან წარმატებით მოხდა მერე უკვე ოჯახის დაგეგმვა და ეს ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ესეთ მნიშვნელოვან დიაგნოზს, როგორც ძუძუს კიბოა, საშულოსნოს ყელის კიბოა, საკვერცხის სიმსივნეა, დაძლევს და გამოჯანმრთელდება, ანუ რემისიას მიაღწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდგომ უკვე ცხოვრება აბსოლუტურად ჩვეულ რიტმში უნდა დაიგეგმოს. კიდევ ერთი შეკითხვა უკვე ჩვენ ფინალისკენ მივდივართ, რამდენად გვაქვს. ეს ჩვენ თრიან საუბრობ პრინციპში პრევენციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გაიგოს, რომ აუცილებელია, სწორედ ვიდრე ეს ყველაფერი მოხდება, რაღაცნაირად შევაკავოთ. აი დღეს ხშირად ურჩევენ მშობლებს, რომ გაიკეთონ ჩაიტარონ გენეტიკური ანალიზი შვილების. არის თუ არა ეს გარკვეული შესაძლებლობა იმისი, რომ რაღაცა გარკვეულ დაავადებებს უფრო ადრე მივაქციოთ ყურადღება, უბრალოდ განწყობას, გენეტიკურ განწყობას, უფრო ადრე მივაქციოთ ყურადღება და სწორედ ამის მიხედვით დავიწყოთ გამოკვლევა იმ ძირითადი და რამდენად ზუსტია, ვთქვათ, ეს გენეტიკური ანალიზი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ არაიაფრირებული, ასე ვთქვათ, კვლევაა და თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული პროცენტებით გვაჩვენოს, რომ შესაძლოა განვითარდეს აი გენეტიკური განწყობა იყოს ამა თუ იმ, ვთქვათ, დაავადების მიმართ, მათ შორის ონკოლოგიის მიმართ. არის ეს მნიშვნელოვანი კვლევა, რომელსაც კარგია თუ ჩავიტარებთ? არსებობს ისეთი დაავადებები. და რა ასაკებში? არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც პირდაპირ ვუწევთ ესეთ კვლევებს რეკომენდაციას და ძუძუს კიბო არის ზუსტად ეს მიმართულება, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული ცილა BRCA, რომელსაც განსაზღვრავთ იმ პაციენტებში, რომელთაც გენეტიკური წინასწარ განწყობა აღენიშნებათ, ან დედას, ან ბებიას, დედის ხაზია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, აღენიშნებათ აღნიშნული დაავადება. ერთ მნიშვნელოვნად განსაზღვრავთ. სიზუსტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება იყოს ცდომილება, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტულ მასალაზე ვმუშაობთ და კონკრეტულ ნაწილზე, უბანზე სიმსივნური პროცესის, ამიტომ ის ყოველთვის ზუსტია. ხო და რომელიც ითესება. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც გენეტიკაში დედას, ბებიას და დედის ხაზით ასევე შორეულ წინაპრებს აღენიშნებოდათ იგივე დაავადება, მაგრამ გენეტიკური პასუხი არ მოდის, რომ ეს არის დამოკიდებული. ან ისეთი პაციენტები, რომელთაც აქვთ ონკოლოგიური პროცესი და არ ჩანს ეს ონკოლოგიური პროცესი, თავის ტვინის სიმსივნეები აღნიშნეთ. ზუსტად თავის ტვინის სიმსივნეები ის მიმართულება, რომლის დროსაც ასევე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა გენეტიკურ კვლევებს. თუმცა მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევის აუცილებლობას ყოველთვის შესაბამისი სპეციალისტი ნიშნავს. ანუ სწორედ ამიტომ ჩეკაპი, რასაც გულისხმობს, რის საშუალებასაც ჩვენ დღეს ვაძლევთ პაციენტებს, კონკრეტული მიმართულება თუ აღენიშნება პაციენტს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, რაც არის მუდმივი ხასიათის და არ არის ხშირ შემთხვევაში სტრესთან დაკავშირებული. ყოველთვის მიუმართავთ შესაბამის სპეციალისტს. ხშირ შემთხვევაში ეს არის ნევროლოგი, რომელიც განსაზღვრავს ამ კვლევის აუცილებლობას. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა, ორმესი მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაერთვება ამ პროცესში მომავალში და ეს უფრო ძალიან სერიოზულად შეგვიმსუბუქებს დიაგნოსტიკასაც, შემდგომ თქვათ, ასე ვთქვათ, მკურნალობის მეთოდსაც. ორმესი მადლობა თქვენი დროისთვის, რომ დღეს ჩვენთან იყავით. მიუხედავად იმისა, საკმაოდ მძიმე თემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მაინც ვისაუბრეთ გამოსავალზე, ოპტიმისტურად შევხედოთ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ კიბო არ არის განაჩენი. თუ მას დროულად ბუნებრივია აღმოვაჩინოთ. ძალიან დიდი მადლობა. ონკოლოგი ნანა ოთხოზორია იყო ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.